კახა კალაძე საღამოშიდობის მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ დათანხმდით ჩემთან ინტერვიუს და ხართ ჩემი გადაცემის სტუმარი და მინდა ვისაუბროთ ყველაფერზე, მაგრამ პირველ რიგში რა თქმა უნდა დავიწყებ იმით რომ კანონი მესამე მოსმენით მიღებულია ოპოზიციური პარტიების საზოგადოების ნაწილი, ახალგაზრდების ნაწილი, არასამთავრობო სექტორი კვლავ პროტესტებს, კვლავ ქუჩაში დგანან ადამიანები, ამის პარალელურად გუშინ იმყოფებოდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ან რაღაც მოკლე შეჯამებას ვაკეთებ ბოლო დღეების, ბევრი რამ მოხდა მოკლედ და ამ ფონზე ფაქტობრივად აღარ დარჩა დასავლური ორგანიზაცია თუ პარტნიორი, რომელიც არ გვაკრიტიკებს და არ გვეუბნება, რომ ამ კანონით და ეს კანონი აშორებს ევროპას საქართველოს. თუ კი ასე ყველა გაბრაზებული არ ვიცი რა სიტყვა, მაგრამ გვაკრიტიკებს და ვთქვათ, ზურგი შეგვაქცია დასავლეთის ქვეყნებმა, სად აღმოჩნდება საქართველო. ბევრი საუბრობს, რომ ხوار აღმოჩნდება რაღაც ტიპის იზოლაციაში. ანუ აი, როგორ ხედავთ ქვეყნის განვითარებას მომავალში ამ პროცესში? მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონპროექტს, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე. და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი გამყარებისთვის, სუვერენიტეტისთვის და ის, რომ დღეს ქვეყანა დამოუკიდებელია, თავისუფალია, ეს ბრძოლა რა თქმა უნდა დღესაც გრძელდება ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა არჩევანი გავაკეთეთ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ გააკეთა არჩევანი, ეს არის ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, ევროპული გზა და ჩვენ თუ გადავხედავთ ბოლო წლებს, თუ კი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ამ გზაზე, ეს მოხდა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში და მე დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ევროინტეგრაცია მოხდება ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. არ არსებობს არც ერთი არგუმენტი, არც ერთი ფაქტი. 2012 წლიდან მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვარ ხელისუფლებაში და ვერ მოიყვანს ვერც ერთი ადამიანი მაგალითს, რომ ჩვენ გადაგვედგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც დამაზიანებელი იქნებოდა ქვეყნისთვის, გაატარებდა რუსულ ინტერესს, იქნებოდა რუსეთის ინტერესებში. ფიზიკურად არ არსებობს ასეთი არც ერთი ფაქტი, არც ერთი კონკრეტული არგუმენტი და ჩვენ ამ ყველაფერს მაშინ თქვენს პარტნიორებს ესეთი შტაბ-ბიჭდება ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ რუსეთუმეს გვეძახის ადამიანები, ვინც რუსეთთან დათმო ქვეყნის ტერიტორიები, ამას გვეძახის ადამიანები, ვინც ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიყიდა და მე მგონია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს. ჩვენ როდესაც საუბრობთ აღნიშნულ კანონპროექტზე, გამჭვირვალობა, რომელიც მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ხას უსვავ იმას, რომ პირდაპირ ვთქვით, რომ გვინდა რომ შემცირდეს უცხოური გავლენები, უნდა შემცირდეს რუსული გავლენა, იგივე ევროპული, ამერიკული, უნდა გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და როგორ შეიძლება გამჭვირვალობა და ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა წელიწადში ერთხელ წარმოადგინონ ფინანსური დოკუმენტაცია და შეავსონ დეკლარაცია, რაში იხარჯება დონორებისგან მიღებული თანხები, რა პროექტებში იხარჯება, ეს როგორ შეიძლება იყოს დემოკრატიის წინააღმდეგ ან ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ. გამჭვირვალობა არა, მაგრამ უცხოელებზე და მაგასაც გეტყვით. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვისმენთ კრიტიკას, ვისმენთ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, ვერ გამოიძებნა ვერც ერთი ადამიანი, ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც ქვეყნის გარეთ, ვინც იტყვის რატოა აღნიშნული კანონპროექტი ცუდი, რატო ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და რა არის არგუმენტი, რითაც შეიძლება ვთქვათ, რომ აღნიშნული გამჭვირვალობის კანონი არის პრობლემა. არ არსებობს არგუმენტი. აი მეგეთქვით ერთ არგუმენტს, რაზეც მუდმივად საუბრობენ და ერთი, როდესაც თქვენ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობდით, ხო რა, ამ ადამიანები როგორ უნდა თქვანო, მაგრამ დავანებოთ თავი ოპოზიციას. ნაციონალურ მოძრაობას, დღეს ნაციონალური მოძრაობა გაყოფილია, არის ზოგადად რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან, ერთნი არიან ესენი. არ შეიძლება მათი დაყოფა. დღეს შეიძლება სხვადასხვა სახელები ქვიათ, მაგრამ მათი მსოფლმხედველობა არის ერთი, ისინი არიან მოღალატეები და ეს კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით არის დამტკიცებული, მათი პოლიტიკური სულებით არის დამტკიცებული, რომ ისინი არიან ქვეყნის მტრები და არავის არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანა შეიყვანოს ჩიხში, ქვეყანა დააბრუნოს წარსულში, არავის არ მიეცემთ ამის შესაძლებლობას. კარგით, ოღონდ ბატონ კახი, აი როდესაც საუბრობდით დასავლურ პარტნიორებზე, გუშინ ობრაენის ვიზიტის შემდეგ პირდაპირ თქვა თეთრი სახლიდან განცხადება მოყვა, რომ კანონის საბოლოო დამტკიცება გვაიძულებს ფუნდამენტურად გადავხედოთ საქართველოსთან ურთიერთობებს. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ კონკრეტული შენიშვნა არ მომისმენია, რა თქმა უნდა, მე სამართლებრივ შენიშვნებში ვერ შევალ, მაგრამ ყველაზე მეტად რაც
რასაც აპროტესტებს იგივე არასამთავრობო სექტორი, იგივე დასავლელი პარტნიორები არის ის, რომ ეს უცხოური ძალის გავლენის აგენტები იყო ადრე, ნუ ეხლა გავლენის გამტარებლები, მაგრამ მაინც ერთგვარი სტიგმაა გუშინ ობრაიანმაც თქვა, საქართველოში საუბრობენ, რომ ეს არის იარლიყი ერთგვარი. ეს არის კონკრეტული ფაქტის კონსტატაცია ის, რომ უცხოური ქვეყანა გამოყოფს თანხებს, გადმორიცხავს საქართველოში, ამას იღებს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, ხარჯავს, ეს არის კონკრეტული ფაქტის კონსტატაცია, მეტი არაფერი. ხო, მაგრამ თუ კი ეს ფრაზა, თუ კი ეს რეესტრი გახდა ასეთი დიდი პრობლემა, ან იგივე ვენეციის კომისიის შენიშვნებში იქნა, ჩვენ არ ვიცით ხო რა დასკვნა მოვა ვენეციიდან, თუმცა მოვისმენთ პრემიერის განცხადებაც, რომ სამართლებრივი შენიშვნების განხილვისთვის მზად არის ხელისუფლება. აი, ასეთი ტიპის რო იყო, იქ იყო საუბარი იუსტიციის სამინისტროზე თვითონ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მხრიდან, ანუ რაღაც კონკრეტული შენიშვნებიც არის ამ კანონში, რომ ევროპულ ღირებულებებს დაუახლოვდეს. ობრაიანის განცხადებას რაც შეეხება, ნუ ჩვენ მოვისმინეთ გუშინ მისი განცხადება გამჭირვალობის კანონთან დაკავშირებით თქვა პირდაპირ ამ სიტყვებით, რომ უნდა წავიმუშაოთ. ასევე ჩვენი მხრიდან პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ვეტოს ფარგლებში არის შესაძლებლობა თუ იქნება წარმოდგენილი სამართლებრივი შენიშვნები, დავჯდეთ, გავიაროთ, ამას ვითხოვთ ამდენი ხანი, ხო? ჩვენ პირველად ხო არ ვიძახით ამას, რომ აბსოლუტურად ღია ვართ. მოვწანდით, გავიაროთ, გვითხარით კონკრეტულად რატოა პრობლემური აღნიშნული კანონპროექტი, რა არის ის კონკრეტული არგუმენტი, რომელიც შეეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს. როგორ შეიძლება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამჭირვალობა იყოს ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ. ხო, არ არსებობს, უბრალოდ წარმოუდგენელია, ხო? ხო, მაგრამ რატომ არ ესმით მაშინ ეს პარტნიორებს, ბატონო კახი? მე გეტყვით ძალიან მარტივად. ვერ იმუშავა ხელისუფლება, კომუნიკაცია არ ყოფილა. დღეს რაც ხდება, გადავხედოთ წარსულს. საზოგადოება, ხალხი არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერს ხედავს საზოგადოება. 2012 წელი იყო, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში. 2012 წლიდან მიმდინარეობს ჯანჯღარი სახელმწიფოსი მიზანმიმართული რყევები, გახსოვს, გავიხსენოთ წლები, პირველად იყო ოპოზიციის მხრიდან მცდელობა რევოლუციის მოწყობის, შემდეგ იყო NGO-ების, წარმოგიდგენიათ, არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიოდნენ და პირდაპირ მოუწოდებდნენ ხალხს, რომ ესე იგი მთავრობა უნდა გადადგესო. ხელისუფლებასაც მოუწოდებდნენ, რომ უნდა გადადგეთო. წარმოგიდგენიათ ასეთი რამე, არასამთავრობო ორგანიზაცია გამოდიოდა პოლიტიკურ განცხადებებს გვიკეთებდა. ამის შემდეგ იყო ჟურნალისტების რევოლუციის მცდელობა. ხო, გვახსოვს ეს ყველაფერი და დღეს 2024 წელს გვაქვს დონორების რევოლუციის მცდელობა. პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით და ის რაც ხდება დღეს რუსთაველზე არის აბსოლუტურად ანალოგიური, რაც 2014 წელს ხდებოდა უკრაინაში. ამას რატო ვამბობ? 2014 წელს რაც ხდებოდა უკრაინაში, ყველა პერფორმანსი, რაც არის აქციაზე, ზოგადად შინაარსი აქციების, ერთ-ერთი არის აკერმანის სახელმძღვანელობა. კიდევ იქ არიან ჩარჩენილები. დღეს 2024 წელია, 2014 წელს ფერადი რევოლუცია მოაწყვეს უკრაინაში და იმ მეთოდებით ცდილობენ დღეს საქართველოში რევოლუციის მოწყობას და 2014 წელს, როდესაც უკრაინაში რევოლუცია მოხდა მაიდანი, დღეს 2024 წელია და ყველა ვხედავთ რა მდგომარეობაში და რა ვითარებაშია უკრაინა. კიდევ ერთხელ მინდა ყველას უთხრა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. უკრაინიზაცია საქართველოში ვერ მოხდება და ის ვითარება, რაც დღეს უკრაინაშია, საქართველოში არასდროს არ განმეორდება, იმიტომ რომ ჩვენ გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი და ვიცით რას ნიშნავს ომი, რამხელა უბედურების მომტანია და ამის შესაძლებლობას არ მივცემთ არავის, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, სანქციებს შეუერთდეთ და გაუბედურდეს ქვეყანა. ვისგანა რუსთაველზე თქვენ ამბობთ, რომ ეს არის უცხოური დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწყობილი რევოლუცია. ყოველ შემთხვევაში ამის მცდელობა, კი ბატონო, მაგრამ ის ადამიანები ჩვენ ხედავთ უამრავ ახალგაზრდას ამ აქციებზე, ანუ ყველა მაკერმანის თქვა რაღაც გეგმის ნაწილი, ანუ იქ გულწრფელი პროტესტი დარდგა, ბევრი ადამიანი, თქვა იგივე სტუდენტები. რა თქმა უნდა, არ უნდა გავაიგიაოთ იგივე რადიკალური ოპოზიციის ახალგაზრდულ ფრთასთან, ძალიან ბევრია სხვადასხვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ფინანსდებიან ამ დონორი ორგანიზაციებიდან, რომელიც აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა. არავინ არ იცის საიდან, რატო, ხო გახსოვთ, რამე სხვა არ ვიგონებ. ხო გახსოვს, რომ გეუბნებოდნენ ის რა ქვია
ძიმესენი დაავადებული ბავშვების მშობლების ტრენინგი გვაქვს დაფინანსებული და რეალობაში რა ხდებოდა? რევოლუციაზე ელაპარაკებოდნენ სერბეთიდან ჩამოსულები იყვნენ თუ არ ვთქვი. პროტესტის ფორმებს ვაწვდიდნენ ტრენინგზე. ამას ებრძვიან, ეს არ უნდა. ერთი ხელით ვითომ რაღაც კაი პროექტებს აფინანსებენ, ამას როგორ შეიძლება შეეწინააღმდეგოს ჯანსაღი ადამიანი, რომ შენ ქვეყანაში ვიღაცა კარგ რამეს აკეთებს. ამას მივესალმებით. მაგრამ ის ჯანსაღი პროექტებიც ხო ზიანდება, შავბნელი თემები რო არის, შავბნელი თემები რო არის, შავი ფული, რომელიც შემოედინება და ეს არ უნდათ, რომ იყოს გამჭირვალე, იმიტომ რომ ამ სიბინძურეს ვერ დააფინანსებენ, იგივე ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, რევოლუციის მცდელობას. ეს არის პრობლემა და მაგრამ მინდა ყველამ გაიგოს, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთ. ვერც ამერიკა, ვერც რუსეთი, ვერც ევროპა ვერ იქნება ჩვენი ბატონი. ჩვენი ბატონი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. ეს მინდა კარგად გაითავისოს ყველა. ბატონო კახი, მაგრამ ბატონად მიიჩნევს თქვა შეერთებულ შტატებს საქართველოს რა გაგებით ამბობ. იგივე გუშინ ობრაენმაც თქვა რომ აქვს გამოყოფილი შეერთებულ შტატებს მაგალითად 390 მილიონი თქვენ საუბრობთ ხო რაღაც ჯანსაღ პროექტებზე და არა ჯანსაღ მიზნებზე. დოლარის მხარდაჭერა რომლის დახარჯვასაც გეგმავთ საქართველოს მთავრობასთან ერთად. ეს მოიცავს სამხედრო მხარდაჭერაზე, ეკონომიკური განვითარების პროექტებს, ინსტიტუტების მშენებლობას და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. ამ ყველაფრის გადახედვა მოგვიწევს თუ ჩვენ შეერთებულ შტატებს მიგვიჩნევენ მოწინააღმდეგედ და არა პარტნიორად. ანუ რატომ გაჩნდა ასეთი, ანუ ამერიკა ამბობს რომ უკვე ვერ გაიგო მოწინააღმდეგე ამ ქვეყნის თუ პარტნიორი. ჩვენც ვერ გავიგეთ გულწრფელად ვიტყვი მაგას რა. და მე ამას უბრალოდ ისე არ ვამბობ. კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარე. ანუ ეჯგებარებათ იმაში რომ ამერიკა გულწრფელი პარტნიორია და სტრატეგიული პარტნიორია. კონკრეტული საკითხები. რაზეც ასე ღიადაც ვერ ვსაუბრობ, მაგრამ არის რაღაც ისეთი თემები, რაც ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს. როდესაც 2020 წლის არჩევნები ჩატარდა, გახსოვთ თქვენ. EUSAID-ის დაფინანსებული პარალელური კვლევები, რომელიც იქნა გაყალბებული. აი როგორ შეიძლება და შემდეგ ამაზე დაყრდნობით იყო კიდევ რევოლუციის მოწყობის მცდელობა. როდესაც ასეთი რაღაცეები ხდება, როდესაც ევროპული დონორი ორგანიზაციები თუ ამერიკიდან ხო აფინანსებენ სხვადასხვა პროექტებს და სინამდვილეში ირკვევა რომ ეს არის ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება, რევოლუციის მოწყობის მცდელობის დაფინანსება. კითხვის ნიშნები ხო ჩდება ამასთან დაკავშირებით. ხო, მაგრამ ეს ხო პირდაპირ კომუნიკაციითაც შეიძლება თქვა დაირკვეს, არ ვიცი, ამერიკა აფინანსებს რევოლუციას ესე მეგობრობას, მივესალმებით პარტნიორობას. ჩვენ არ გვეშლება ეს არც ურთიერთობა, არც მეგობრობა, არც პარტნიორობა და საქართველოს ძალიან ბევრჯერ ბოლო წლების განმავლობაში გამოცდილი იქნა ყველა ამ მიმართულებით, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ავღანეთში, თუნდაც ჩვენი ჯარისკაცების თანამონაწილეობით, აფრიკაში ჩვენი ჯარისკაცების თანამონაწილეობით და ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ საიმედო პარტნიორი ქვეყანა ორმხრივი უნდა იყოს. ეხლა უცხოელად ვიტყვი იმასაც, ის ნამდვილად არ არის სატრაბახო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წლის განმავლობაში 300 მილიონს ხარჯავს. არ არის ეს სატრაბახო და არც ის არ არის სატრაბახო, რომ 90-იანი წლებიდან რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ 6 მილიარდი დახარჯეს. ერთმა კაცმა ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდი დახარჯა სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებში. არ არის ეს სატრაბახო. ჩვენ თუ სტრატეგიული პარტნიორი ვართ და ეს დამოუკიდებლობა მინიმუმ ჩვენს თანამოქალაქეებს მექსიკით და სხვადასხვა ქვეყნებით გადასვლა ამერიკაში არ უნდა უწევდეთ. ანუ ვიზო მიმოსვლას გულისხმობთ და იგივე თუნდაც ვაჭრობა, იგივე თუნდაც პირდაპირი ფრენები და სტრატეგიული პარტნიორობა 300 მილიონად არ უნდა იყოს შეფასებული. ეს არის ჩემი დამოკიდებულება. იგივე თქვენმა პარტნიორობა გუშინ ისიც თქვა რომ ერთი იყო კანონი, რაზეც არის ეს პრობლემა და ამ კანონის გამო ხა სანქციებზეც გადავალ, მაგრამ მეორეო იგივე ხელისუფლების კომენტარები, აი ასეთი ტიპის საყვედურები, როდესაც ისმის, ანუ ანტიდასავლურ რიტორიკაზე საუბრობ და უკვე სახელმწიფო მდივნის თანაშემწეც. ჩვენ არა ვართ კოლონია. ეს მინდა ყველამ კარგად გაიგოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული სახელმწიფო, რისთვისაც კაცო ჩემმა წინაპრებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს. და რა გვინდა ეხლა რომ ვიღაცას ეს თავდახრილი მონებივით ვიყოთ? არა, ღირსეული ხალხი ვარ, დამახი ხალხი ვარ. ჩემი ქვეყანა, მე ამაყება რომ ქართველი ვარ, მე ამაყება რომ აქ დავიბადე, აქ გავიზარდეთ, ევროპაში თავაწეული დავდივარ. რატო უნდა ვიყო ვიღაცამ რაღაცა წამომართოს? არ მაქვს უფლება დამოუკიდებელმა სახელმწიფო. ჩემს ქვეყანაში, სტრატეგიული პარტნიორია ჩემს ქვეყანაში დამოუკიდებელ სახელმწიფოში ვცხოვრობ და ჩემს ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობის არჩეულმა პარლამენტმა კანონს იღებს და მეუბნებიან რომ ნუ ამას თუ მიიღებ არ ვიცი პირობითად სანქციებს დაგიწესებთ ან ხო დაშორდები ევროპას. ნუ ევროპული ოჯახის წევრი ვერ გახდები, რომ ევროპულ ღირებულებებს არ ემთხვევა. მაშინ თუ რაღაც არასწორს ვაკეთებ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტი, რატო ვაკეთებ, რა არის ის არგუმენტი, რაც
აღნიშნულ კანონპროექტთან არასწორია და არ შეესაბამება, ვთქვათ, ევროპულ ღირებულებებს. თუ საფრანგეთისთვის არის მისაღები აღნიშნული კანონპროექტის მიღება, ჩემთვის რატო არ არის კაცო მისაღები? რატო არ შეიძლება საქართველოში იგივე გავაკეთოთ? საფრანგეთში პირდაპირ, როდესაც იღებდნენ აღნიშნულ კანონპროექტს, ამბობდნენ, რომ ამ კანონის მიღებას საფუძვლად ედებოდა უცხოური გავლენის შემცირება. პირდაპირ იყო რუსეთი, ამერიკა, ბრიტანეთი, არაბული ქვეყნები და ასე შემდეგ. პირდაპირ თუმცა ამაზე ითქვა ისიც, რომ იგივე აი ფარასზე, როდესაც მიდიოდა მსჯელობა, რომ ჩვენი ამ კანონით ეს დააკნინებს და დაასუსტებს არასამთავრობო სექტორს, მედიას, ასეა მიღებული და ვთქვათ ის რასაც არაკეთებს ფარა, იქარელობის მზელობა. შენ თუ კეთილ საქმეს აკეთებ, იღებ უცხოურ დაფინანსებას. რა არის ამაში ცუდი? პირიქით მისასალმებელია და მადლობის მეტი რა გვეთქმის, როდესაც კარგ რაღაცას აკეთებ. მაგრამ როდესაც სიბინძურე გინდა გააკეთო შავი ფულით და ეს არ გინდა აჩვენო. ინტერესების გატარებას არის სტიგმატიზება და იარაღი. ვინ არის როებძვის ჩვენს ღირებულებებს, ჩვენს ტრადიციას, საიდან ფინანსდება ეს? ხო უნდა იცოდეს საზოგადოება. კიდევ ერთხელ ვერ დამარწმუნებს ვერავინ იმაში, რომ გამჭვირვალობა შეიძლება იყოს. არა, გამჭვირვალობა რა, იმიტომ გეკითხებით. აი სტიგმა და იარაღზე ვსაუბრობ, უცხო ძალის ინტერესების გატარება, რაზეც ყველა ორგანიზაცია ამბობს, რომ რეესტრში არ კონსტატაცია, კონკრეტული ფაქტის კონსტატაცია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა ადამიანი აკეთებს მაგარ საქმეს, როგორ შეიძლება ამას ცუდი იყოს, რამე პირიქით მისასალმებელია და ყოველთვის ხელშეუწყობთ ასეთი პროექტების განხორციელებას. კარგით, სანქციები თქვენც ახსენეთ და ბუნებრივია მინდა გკითხოთ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გუშინ ფაქტურად პირდაპირ თქვა, რომ დაელოდებიან აი რა აზომებს მიიღებს ამ კანონთან დაკავშირებით ხელისუფლება, თუ არ და შესაძლოა უახლოეს პერიოდში ვიხილოთ კონკრეტული პირების მიმართ, როგორც ფინანსური, ისე სამოგზაურო სანქციები. მოვისმინე მე ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარი, მე ხა ისე რო არ ვიკითხო, რომ არ ვიცი თქვენი პოზიცია, რომ სანქციებით ვერ შეაშინებთ ამ ხელისუფლებას, მე მოვისმინე ეს განცხადება, თუმცა მაინც მინდა გკითხოთ. იქონიებს თუ არა ეს გავლენას იგივე მართლ ძალაზე და იგივე ქვეყანაზე, როდესაც შესაძლოა ასეთი ტიპის სანქციები დააწესოს. ესეც არასწორია, ნინო, თუ ჩვენ საუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მეგობრობაზე, მუქარებით, შანტაჟით საუბარი, წარმოუდგენელია უბრალოდ. ალბათ ისიც არ აქვს კარგად გააზრებული, რომ შანტაჟის ენით საუბარი დღევანდელ ხელისუფლებასთან. არ ვიცი ახლა პირადად ჩემთვის და მე გეტყვით ასევე ჩემი თანაგუნდელებისაც არავის არ გვეშინია ამ სანქციების. როდესაც საქმე ეხება შენს ქვეყანას, შენს სამშობლოს, რა სანქციებზია საუბარი? თუმცა ეს დააზიანებს თუ არა ქვეყანასაც. აი მაგალითად დღეს უკაცრავად აი გეტყვით რას გულისხმობ, იგივე ბიზნეს სექტორიდან იგივე აი წავიკითხე რომ რაღაც საფონდო ბირჟაზე ის დაეცა დოლარის კურსმა ოდნავ მოიმატა აქციების ფასი დავარდა, ანუ შესაძლოა ასეთი ტიპის შედეგები, ჯერ რომ სანქციები არ დაწესებულა, განცხადება გაკეთაო, სანქციები დაუწესეს მოსამართლეებს შეუზღუდეს გადაადგილება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯერ ერთი აბსოლუტურად გაუგებარია რატომ ვერანაირი ფაქტი ვერ მოვისმინეთ, რომ მიგვეღო თუ რაზე დაფუძნებით იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტა. მინიმუმ, როდესაც სტრატეგიულ ქვეყანაზე საუბრობ, ხო? შენ სტრატეგიული ქვეყნის მოსამართლეებს ასანქცირებ, ხო უნდა უთხრა, რაზე დაყრდნობით აკეთებ. გამოიძიეთო. ხო. რა უნდა გამოვიძიო? თუ შენ არ მომეცი კონკრეტული ფაქტები, რაზე დაყრდნობით დაასანქცირე, მე რა უნდა გამოვიძიო? საიდან უნდა გამოვიძიო? რა უნდა მოვიტანო? ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა თქვა ის, რომ ამ მუქარით, შანტაჟით, არ არის ეს სწორი ფორმა. მე პირადად ეხლა ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, როგორ რატო უნდა დაგვასანქცირო. რისი გულისთვის, რომ ვიცავ ჩემი ქვეყნის ინტერესს, ვიცავ ჩემი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს, ეს არის სწორი, ეს არის ევროპა. თუმცა არაფერი არ მიკვირს. დღევანდელ მსოფლიოში აბსოლუტურად სამართლებრივი პროცედურები აბსოლუტურად მოშლილია და ყველაფერი ფეხქვეშ არის გათელილი. და არაფერი არ მიკვირს. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვერ წარმომიდგენია, რისი გულისთვის უნდა დაგვასანქცირონ. რატომ? ეს არის ევროპა და ევროპული ღირებულებები. ეს დამოკიდებულება არის, რომ თუ მე განსხვავებული მოსაზრება მაქვს და აბსოლუტურად კანონიერად ჩვენი არჩეული პარლამენტის მეშვეობით ამის გულისთვის უნდა დაგვასანქცირონ, რა ვიცი, გაუგება. საზოგადოება ამას ყველაფერს შეაფასებს და სწორ ანალიზს გააკეთებს, რა ხდება რეალურად. აბსოლუტურად გარკვეულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, რა ხდება, ვინ ებრძვის რეალურად ამ ქვეყანას და რა მდგომარეობა და რა ვითარება. ქვეყნის მოსახლეობის 85%-ს ყოველთვის ყველა გამოკითხვა ამას აჩვენებს, უნდა ევროკავშირი. და როდესაც ალტერნატივა არ აქვს.
ხო და როგორ აი გულწრფელად მინდა აი გავიგო მართლა ვცდილობ ამის ამოხსნას ანუ მესმის დეკლარირებულია თქვენი მხრიდან და ყველა ნაბიჯი გადადგმული მე გეთანხმებით ასოცირება უვიზო ბოლო სტატუსი ყველა ნაბიჯი ევროპისკენ მიმავალი მაგრამ ამ კანონის მიღების შემდეგ აი ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ თუ დააყენა ევროპელმა პარტნიორებმა და დასავლეთმა ამით არ დავიწყეთ ჩვენ ინტერვიუ აი მაშინ რა შვება საქართველოს მოდი ცოტა უკან დავბრუნდეთ მაშინ გავიხსენოთ როდესაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი რა განცხადებები კეთდებოდა იგივე ადამიანებისგან და იგივე ორგანიზაციებისგან საქართველოსთან მიმართებაში სანქციების მიერთება არ მიერთებასთან დაკავშირებით. ხო გვახსოვს ეს ყველაფერი. გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. რა განცხადებები კეთდებოდა და ვინ იყო ეს ადამიანი? ან რეზოლუციაც ნახოთ. ეხლა ჩვენ როგორ მოვიქცეთ? სააკაშვილი გამოუშვათ ციხიდან და ევროპელები გავხდებით უცებ, სანქციებს თუ შეუერთებით ეს არის სწორი? თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა ხელისუფლებას და დაგვეშვა შეცდომა, ეხლა შეცდომა ყველას მოდის, ხო და დაგვეშვა ეს შეცდომა, მივერთებოდით სანქციებს, გაგვეხსნა მეორე ფრონტი ქვეყანაში, დღეს სად ვიქნებოდით? ჯოჯოხეთი გვექნებოდა საქართველოში. ჯოჯოხეთი იქნებოდა. ხო, თუმცა თქვენ დასავლეთ პარტნიორებს სულ ამბობენ, მეორე ფრონტი არავის არ უნდა. ბოდიში ერთი რამე მიგვირს. ჩვენ რა გონია საზოგადოებას? ევროპულ ქვეყნებში, ან თუნდაც ამერიკაში, პოლიტიკოსებს ირჩევს მათი ქვეყნების მოსახლეობა და რისთვის ირჩევს? რომ სხვა ქვეყნების ინტერესები გაატაროს? არა, საკუთარი, მაგრამ თუ ამ ქვეყნის ინტერესია ევროპული გზა და კი ბატონო თქვენ ამბობთ ამას, აი ამ გზას როგორ გაიგოს? არ უნდა მოგვერიდოს, კაცო. პირველ რიგში არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მე სხვა ყველას ენაცვალოს ჩვენი თავი. მაგრამ ამ ქვეყნის ინტერესის დაცვა არის უპირველეს ყოვლისა და ვიღაცა სხვა ქვეყნის ინტერესის გატარება ჩემი ქვეყნის ხარჯზე, როგორც ეს, არ ვიცი, უკრაინაში ხდება, პირობითად ვიძახი, რაც უმძიმესია და მტერს არ უსურვებ იმას, რაც ხდება, ხო? თან ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ უარესი კატასტროფა. რა მინდა გამარჯვება, მშვიდობა უსურვო უკრაინას. აი, როგორ შეიძლება ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ, არ გავაკეთებთ, არ გადავდგავთ ისევ ნაბიჯს, აი, სიცოცხლის ფასად რო დაგვიჯდეს, ამ ქვეყანას ვერ მივცემთ კუბილიუსებს და მსგავსი ტიპის ევროპარლამენტარებს. კარგი, თქო ბატონო კახა, უნდა გკითხოთ. ამ საფრთხის წინაშე დგას დღეს ქვეყანა. თორე გასაგებია რომ ომს არ დაუშვებთ, მშვიდობა ნამდვილად აუწონავი ფასი აქვს მშვიდობას, მაგრამ ასეთი საფრთხის წინაშე რეალურად დგას, იმიტომ რომ ვისმენ დავასრულებ კითხვას და მოგისმენთ აუცილებლად იგივე პარტნიორების მხრიდან, რომ თქვა ასეთი მეორე ფრონტის გახსნის სურვილი მათი მხრიდან არ არსებობს. ვისმენთ რომ ეს გლობალური ომის პარტიაზე თქვა იგივე ობრაიანმა გუშინ თქვა რომ ეს ღიმილის მომგვრელია თუ შოკის მომგვრელია და რომ მსგავსი პარტია არაფერია და არანაირი იგივე რაღაც დე-ფაქტო სანქციების ქვეშ მათი მხრიდან არ იმყოფება ბიძინა ივანიშვილი თქვენი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე. ანუ აი ამ ყველაფერზე რა პასუხი გაქვს? გასაგებია რომ მშვიდობა მაგრამ აი საფრთხე ჩანს თუ არა ნამდვილად. ერთია განცხადებები, მეორე არის კონკრეტული ფაქტები. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის თანხებს. ჩვეულებრივად ადამიანმა მოიგო სამართლებრივად სასამართლოები და თანხები არის გაჩერებული. რა შეიძლება ამას დაარქვა? არის რაიმე ახსნა, რაც შეიძლება ამას დაარქვა? რაღაც ბანკი გაკოტრდა ოპოზიცია ამბობდა და ბანკი ვერ იხდის აი რაღაც მე არ ვიცი რეალობა არის ის რომ ფაქტიურად ბიძინა ივანიშვილი არაფორმულურად არის სანქცირებული. გინდა ამას ისე დაარქვით, გინდა ისე დაარქვით, რეალობა არის ეს. ხო, თუმცა ეს უარყო ობრაიანმა ეს მინდა და მე თქვა ამერიკამ რომ ეს არის კონსპირაციაო თქვა. ყველაფერი და სხვა, რა ვიცი, აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ რატო უნდა ვიყოთ მტრულად განწყობილი, ან რატო უნდა მქონდეს ეს დამოკიდებულება? პირიქით, ყველას ვეუბნებით, რომ აი მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ პირველ რიგში დავიცავ ჩემი ქვეყნის ინტერესს, რატო ეს ცუდი? და რატო არ უნდა მოიქცეს ხელისუფლება ისე როგორც დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება იქცევა დამისახელეთ ერთი მაგალითი რომ ჩვენ რაღაცა რუსული ნაბიჯი გადაგვედგას და რუსეთის ინტერესებში ყოფილიყოს ისეთი საქმე გაგვეკეთებინოს არ არსებობს ფიზიკურად 2012 წლიდან მემსახურებით ამ ქვეყნის ინტერესს ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს კაცო ამ ევროპულ გზაზე თუ მართლა რაიმე წარმატებას მივაღწიეთ არის ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში და რა ვიცი ხა დღეს გავგიჟდით უცებ და რუსეთისკენ მივყავს ქვეყანა 4 შვილი მეზრდება ნინო 4 შვილი მეზრდება როგორც ჩემი შვილებისთვის ასევე ამ ქვეყნის მომავალი თაობებისთვის მინდა ყველაფერი საუკეთესო მინდა ევროპული მომავალი ვიცხოვროთ ევროპული ღირებულებებით არა ისე რაც დღეს ქვეყანაში ხდება
რომელიც აბსოლუტურად დაშორებულია ყველანაირ ევროპულ ღირებულებას. ეს ბულინგი, შეურაცხყოფა, ძალადობა არ არის ის რაც ჩვენ გვინდა და რითაც უნდა ვიცხოვროთ. რატო ვერ ესმის მაშინ ეს აი შვილების ასაკის ადამიანები, ნამდვილად ჩემი შვილის ასაკის ადამიანების დგანან იქ. ჩვენ საუბრობდით, კი ბატონო, არის რაღაც პარტიული და რაღაც ოპოზიციური პარტიის შეიძლება აქტიური ნაწილი ახალგაზრდობა, მაგრამ არის გულწრფელი ახალგაზრდები. რატომ ვერ აგებინებს მაშინ ხელისუფლება მათ და რატომ არიან ისინი დარწმუნებულები, რომ ამ კანონით, თუმცა ალბათ დასავლელი პარტნიორების განცხადებებს ისმენენ, მაგრამ იქ ხო გულწრფელად ადამიანები ითხოვენ ევროპას. ამბობთ, რომ თქვენი სურვილიც ეს არის. რატო ვერ ხდება ამ სურვილების თანხმედრა ვერ მაშინ ეს ასევე კონსტიტუციაში გვიწერია პირდაპირ ევროპული მომავალი. ქართულმა ოცნებამ ჩაწერა ეს ყველაფერი. ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში მოხდა. და უბრალოდ წარმოუდგენელია, ხო აი ვამბობ, ხო ერთი არგუმენტი გვითხრან, რა გავაკეთეთ არასწორი, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ხო, ნუ არგუმენტი აქ ის არის არაბსაწინააღმდეგო, რომ არგუმენტი არის ძალიან მარტივი. საქართველოს დღევანდელი რაღაც ოჯახში, გულისხმობ ევროკავშირს, ისინი თვლიან, რომ ეს არ მიიყვანს ამ ღირებულებებამდე ეს კანონი და აშორებს სწორედ იმ ოჯახს. ანუ იმათმა უნდა მიგვიღონ ოჯახში, ხო, ოჯახის წევრად. ის მათი ოჯახი არ არის მარტო, ის ჩვენი ოჯახიც არის და საერთო ოჯახი. შემდეგ რაც გავხდებით საერთო ოჯახი არის ეს, ხო? ის ღირებულებები, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია, რომელიც მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც გამჭირვალობას ეხება, კიდევ ერთხელ როგორ შეიძლება, აი უბრალოდ ვერ ვიგებ, როგორ შეიძლება ეს იყოს ცუდი წინააღმდეგობაში მოდიოდეს ევროპულ მომავალთან, ევროპულ ღირებულებებთან, მაგრამ კიდევ ერთხელ მესმის მათიც, იმიტომ რომ იმ კარგ პროექტებთან ერთად ის შავი ფული, რომელიც შემოდის ქვეყანაში, ეს გახდება საჯარო. ყველაფერს გაიგებს. ანუ ველოდოთ რაიმე ტიპის ინფორმაციას ამ გამჭვირვალობის შედეგად მიღებულს თუ კანონის შედეგად თუ კი ეს კანონი ამოქმედდა, ნუ ჯერ კიდევ პროცედურებია ვენეციის კომისია ვეტოს დაძლევა და ასე შემდეგ. ეს არის იმაზე მინიშნება, რომ შესაძლოა საზოგადოებამ რაღაც ტიპის ახალი ინფორმაცია მიიღოს, რა ის რაში და დაკავშირებით ექნებათ ინფორმაცია. ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დონორი ორგანიზაციებიდან იღებს თანხებს, ეს ყველაფერი იქნება საჯარო, რა პროექტებში იქნა დახარჯული. დღეს რო გამოვდივართ და ვსვავთ კითხვებს, ხო, ვინ ებრძვის ეკლესიას, ვინ ებრძვის პატრიარქს, ვინ არის ის დაჯგუფებები, ხო, რომელიც დაფინანსებულია, საიდან დაფინანსდა, ყველაფერს გავიგებთ, ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი და ვინ არის ჩვენი ქვეყნის მოყვარე. ამის მოლოდინი გაქვთ ანუ ამ კანონის მიღების შედეგად. კარგით, მაგრამ ეხლა მითხარით პროტესტი გრძელდება. როგორ აპირებს ხელისუფლება? აი, დღეს მე ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ვეკითხებოდი, რომ თქვა მოთხოვნა იყო კანონის გაწევა, კანონი მიღებულია, რა არის ამ პროტესტის მიზანი? და ბოლომდე ვერ გავიგე, მაგრამ ნუ მუხტის მიტანა არჩევნებამდე, ყველა ამბობს, რომ მაინც არჩევნებამდე უნდა მივიდეს და თქვა რაღაც რევოლუციურ სცენარებს საჯაროდ ყველა ასე გამორიცხავს, მაგრამ ხელისუფლების გეგმა რა არის და გამოსავალი ბატონო კახი, იმიტომ რომ ასეთი აქციები თუ რყევებით მივაქვეყანა არჩევნებამდე და აი როგორ ხედავთ? ნუ რა თქმა უნდა არის გარედან არის მცდელობა იმის რომ ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება, რევოლუცია, აი ამის მაგალითი არის თუნდაც ის უცხოელები, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ და პირდაპირ აქციაზე გავიდნენ, ნუ არ ვიცი ხა ამაზე დიდი ილუსტრაცია რა უნდა იყოს და იმის ჩვენება, რასაც ჩვენ ვამბობთ, ხო? 4 მეგობარი ქვეყნის საგარეო მინისტრებზე ვსაუბრობთ. ეს არ არის მეგობრობა, ეს არის პირდაპირ მტრობა, ეს არის პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა ქვეყანაში. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ეხლა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, არ ვიცი ხა პირობითად ჩავიდეს ერევანში და გამოვიდეს ოპოზიციის აქციაზე. ეს რა დამოკიდებულება იქნება? ოპოზიციის აქცია, ესე არა აქვთ ახლა. ეს არის მეგობრობა. ახალგაზრდების აქცია, რომლებიც ითხოვენ ევროპაში. როგორ გეკადრებათ? ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, ჩვენ ყველაფერი გაშიფრული გვაქვს, ვინ დგას ამ აქციების უკან, ვინ არის ის რადიკალური დაჯგუფებები, უცხოეთიდან ვინ არის ის დონორები, საიდან ფინანსდება და ასე შემდეგ ასე. ყველაფერი ცხადი და ნათელია. მაიდანი ნახეთ აი რეაქციები ოპოზიციის ლიდერებზე, ხო რაღაც ჯგუფების მხრიდან, ეს არ არის იანუკოვიჩის ხელისუფლება. და არც შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლება. ამაზე დაკავშირებით ითქვა უკვე ერთხელ. აქციების ჩატარება შეუძლიათ ამ ახალგაზრდებს ხელს არავინ არ შეუშლის დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ცხადია არის თავისუფალი, არ არის შეზღუდული, ყველას აქვს გამოხატოს თავისი მოსაზრება ამა თუ იმ ფორმით, თავარია ეს კანონის ფარგლებში იყოს და მე პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა, რა თქმა უნდა, არც ერთი ახალგაზრდა, მე ხა რადიკალებზე არ ვსაუბრობ,
და იმ რადიკალურ და რევოლუციური დაჯგუფებების წარმომადგენლებზე, მაგრამ ბევრია იქ ისეთი ახალგაზრდა, რომელიც შეიძლება გულწრფელია თავისი ემოციებით, თავისი შეხედულებებით, არავინ არ მემეტება იქ დგომისთვის, თუნდაც დაპირისპირებისთვის, ძალადობა, რა ვიცი, რაც ხდება ხოლმე, ხო, ბოლო თვეების განმავლობაში ეს შეურაცხყოფები, ერთმანეთთან დაპირისპირება, ბულინგი, რა ვიცი, არ არის ეს კარგი და არ მგონია ამ ყველაფერმა კარგ შედეგებამდე მიიყვანოს ქვეყანა. ძალადობა ყოველთვის წარმოშობს ძალადობას და ეს ძალიან მძიმეა. ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ეს ყველაფერი შევაჩეროთ, როდესაც ხდება მაგალითისთვის ვიძახი ხა, როდესაც მდინარაძეს მოეპარა ელისაშვილი. რა განცხადებები კეთდებოდა ოპოზიციონერების მხრიდან? თუმცა ბატონ კახი არჩემელი არ ვახსენო, ხო ჩვენ ნახეთ კაცარავა ძალიან ნაცემი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, დიმიტრი ჩიქოვანი რაღაც ჯგუფები თავდასხმები ამ ძალადობაზე რა სამბობს ხელისუფლება, როცა კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ფაქტები და რა თქმა უნდა ყოველთვის გმობ ძალადობას და ყოველთვის ეს იყო ჩემი დამოკიდებულება არა მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას იმ სიტყვიერ ძალადობასაც რისი თანამომსწრენი ვართ დღეს და რაც ხდება სოციალურ ქსელში რეებს წერენ ადამიანებს თუ განსხვავებული მოსაზრება აქვს თუ თქვათ აქციაზე არ დგას ახალგაზრდა თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი ბულინგი როგორი შეურაცხყოფა მიმდინარეობს ამ ადამიანების მიმართ ეს წარმოუდგენელია უბრალოდ ამიტომ ამბობ ძალადობას ყოველთვის მოყვება ძალადობა და ეს ყველამ ერთად უნდა შევაჩეროთ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის თქვენი ოპონენტები ასევე საუბრობენ სატელეფონო ზარებზე და მუქარებზე ბატონ კახი არავინ არ ვიცის ვინ რეკავს მე არ ვიცი მაგრამ ეს გამოძიება უნდა თქვა გაჩვენოთ სკრინები უბრალოდ რეებს მწერდნენ ჩემს ძველ ტელეფონში რომელიც ერთ-ერთი არ ვიცი ხა სოციალურ ქსელში იმ ადამიანს არ ვიცნობ გაჟღერებული იყო ყველა პოლიტიკოსის ტელეფონის პირადი ნომრები გამოდის ეხლა გაჩვენოთ წარმოვადგინო ეს საზოგადოებას ხო წარმოგიდგენია მაგრამ მე სხვა რამე მინდა გკითხოთ ეს ორმხრივია ეს ძალადობა კი ბულინგიც ასეთი ტიპის ძალადობები მაგრამ ოდესაც საუბრობთ აი ესეთი ცემის ფაქტებზე და თქვენივე ოპონენტები მუდამ ამბობენ და თვითონ ეს მონაწილეები რომ არც გამოძიება დაწყებულა ან თუ დაიწყო არავინ დასჯილი არ არის აი ეს იქნება თუ არა პრევენცია მაშინ ხელისუფლების მხრიდან და იმის მანიშნებელი რომ გმობთ ძალადობას რასაც სიტყვიერად ამბობთ ანუ ხელისუფლების ქმედება რა უნდა იყოს ასეთი ტიპის ძალადობებზე ხელისუფლების ქმედება არის ის რომ გამოძიება დაწყებულია თქვენ იცით კაცარავას ცემის ფაქტზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა შესაბამისი განცხადება ასევე ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა მე როდესაც ჩვენ ოპოზიციური ტელეარხის ჟურნალისტები შეკითხვას გვისვამენ ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გულწრფელად ვამბობ არ მჯერა მათი რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ძალადობას ჩვეულებრივი ფარისევლები არიან იმიტომ რომ თავიანთი ტელევიზიების საშუალებით პირდაპირ წახალისებას უკეთებენ ძალადობას ნუ ეხა რაზე უნდა ვილაპარაკოთ ქვეყნის პრეზიდენტი რომელიც იწყალებს ადამიანს რომელმაც სცადა ცოცხლად დაეწვა პოლიციელები მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და დღეს ისევ დაკავებულია პრეზიდენტი იწყალებს ნუ ეს პირდაპირ წახალისებაა ხო ძალადობის როგორ შეიძლება ასეთი ფაქტები და მე გამოდივარ ჩვენ და საუბრობთ პოლიტიკოსები გამოდივარ და საუბრობთ რომ აი გმობთ ძალადობას და მიუღებელია და ასე შემდეგ. როდესაც პოლიტიკურ სალომე ზურაბიშვილი პირველი წამხალისებელი არის ამ ყველაფრის. კარგით, რახან პრეზიდენტი ახსენეთ დრო გვეწურება, მაგრამ მინდა რომ ესეც მოვასწრო. პრეზიდენტმა გააკეთა ესეთი განცხადება, რომ ის იქნება ევროპული ფრონტის ლიდერი არჩევნებზე და რომ ასე ვთქვათ, ჩაუდგება რაღაც ამ ახალ პლატფორმას სათავეში. როგორ უყურებთ ამას? ანუ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შესაძლოა იყოს თქვენი პირდაპირი მოწინააღმდეგე არჩევნებზე. თუ როგორც პრეზიდენტი ფიქრობთ, რომ უბრალოდ მე არ ვიცი ხა ეგ რა ფორმით უნდა გააკეთეს პირველი ხა თუ ეს გადაწყვეტა და ამას გააკეთებს, ჩვეულებრივად კონსტიტუციის დარღვევაა, თუმცა არაერთხელ დაურღვევია კონსტიტუცია და პრეზიდენტის პოსტს არ დატოვებს არჩევნებში. არაერთხელ დაურღვევია კონსტიტუცია და მგონია რომ ახლაც იკადრებს და იგივეს გააკეთებს. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება სალომე ზურაბიშვილი, როგორ იქნება, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან იქნება და ასე შემდეგ. დღეს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო არის ერთადერთი ძალა ქვეყანაში, ვისაც შეუძლია შეინარჩუნოს მშვიდობა, ვისაც შეუძლია დაიცვას ამ ქვეყნის ინტერესი და არავის არ მისცეს იმის შესაძლებლობა, რომ იგივე მოხდეს, რაც უკრაინაში ხდება. ქართული ოცნება არის ის ხელისუფლება, ვინც იცავს
ქართველი ხალხის, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესს და ქართული ოცნება არის ის ხელისუფლება, ვისაც აქვს უდიდესი შანსი კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. სხვა დანარჩენი პოლიტიკური პარტიები იბრძოლებენ იმისთვის, რომ როგორმე გადალახონ საარჩევნო ბარიერი. აი ეს უნდა მეკითხა სწორედ, რომ თქვენ მუდმივად საუბრობდით აქამდე და ეხლაც თქვით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს ქართული ოცნება ამ არჩევნებში. თქვენი ოპონენტები ამბობენ აი ამ პროცესების შემდეგ, რომ მართლ გუნდს მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა ამაში. ამჯერადაც თქვენი მოლოდინი არის საკონსტიტუციო უმრავლესობა, თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა აი ამ მოვლენებს რაიმე გავლენა მოეხდინა და თქვათ არჩევნებზე აღარ იყოს ეს მოვლენები და გადაწყვეტილება, რაც მიიღო ქართულმა ოცნებამ გამჭირვალობის კანონის მიღებით, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას. კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ჩვენ ხო არ ვიქნებით სულ ხელისუფლებაში, ქართული ოცნება, ხო, უნდა მოვიდეს ახალგაზრდები, ახალი თაობები, ხო? ყველამ უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ. უპირველეს ყოვლისა, საქართველო. ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყნის ინტერესები. არც ერთი ქვეყანა, რაც არ უნდა შენი მეგობარი იყოს, ვერ გაატარებს შენი ქვეყნის ინტერესს, როგორც შენ საქართველოში დაბადებული, გაზრდილი, შენი სამშობლოს მოყვარული ადამიანი. შესაბამისად, ჩვენ ამ სულისკვეთებით ვართ და ეს დამოკიდებულება გვაქვს. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ რა თქმა უნდა, გვინდა ევროპა, ევროპული მომავალი, ევროპული ღირებულებები და ამ ჩვენი კულტურით, ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი წარსულით, ჩვენი სიამაყით უნდა შევიდეთ იმ ოჯახში და ეს გუნდი იქნება ზუსტად ქართული ოცნება, ვინც ამის რეალიზებას მოახდენს. მადლობა დიდი, მადლობა ბატონ კახი, რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს, წარმატებები. კახი კალაძე, დედაქალაქის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი პასუხობდა ღამის კურიერის კითხვებს და მე ვიდრე